დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა, დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა, წლების წინ ასე შეაფასა დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა აბესალომ და ეთერის დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 174 სეზონი გასული საუკუნის 30-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერით აბესალომ და ეთერით გაიხსნა. მსახიობებისთვის ყოველი წარმოდგენა განსაკუთრებულია. მსმენელთან შეხვედრა კი ყოველჯერზე საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი. ეთერის პარტია ჩემთვის არის, არ ვიცი, ჩემი ცხოვრება ალბათ რაღაცა, იმდენად შემისხორცდა ეს პარტია და იმდენად ძალიან ახლოა ჩემთან ეთერის პერსონა, რომ აი ყოველ ჯერზე კიდევ და კიდევ უფრო და უფრო მეტი რაღაცა კიდე ახალს აღმოვაჩენ ხოლმე ამ პერსონაჟში და ყოველთვის ვცდილობ რომ ეს იყოს ის არა რომ ხათუნა ჭოხონელიძე მღერის, ეს არის ეთერი, ნამდვილად ეთერიდან ამოხეთქილი ეს მისი ტრაგედია, ეს მისი წუხრი და ყველაფერი რა და ყოველთვის ვცდილობ და განსაკუთრებით ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა გიზო ჟორდანიამ, როდესაც მე მასთან ვიმუშავე პირადად ამ როლზე. ძალიან ემოციურად, ძალიან სიყვარულით და აი ძალიან ისე მოიტანა ჩემში მან ეს პერსონა, რომ აი ძალიან გამიიოლდა ამ პარტიის სიმღერა. თან თამაშიც და თან სიმღერაც და ყოველ ჯერზე ყოველი ჩემი გამოსვლა ეთერის პარტიაში იწყება ბატონი გიზოს სიტყვებით. რო ვიყავი სულ თავმდაბალი, უბრალო, უმანკო რაც მთავარია. დიდი პატივია ჩემთვის კიდევ ერთხელ, ძალიან არაერთხელ მაქვს სეზონი გასული ამ თეატრში და ჩემს საყვარელ თეატრში, ჩემი საყვარელი როლი ხოდაშორის 174 სეზონს ხსნის ახლა თეატრი და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომიწია ამჟამად თბილისში საქართველოში ყოფნა და მაქვს ბედნიერება გავხსნა სეზონი ჩემი საყვარელი როლით. აბესალომს ყოველთვის აქვს თავისი რიტუალური რაღაც რიტუალები და თავისებური ღელვაც, ისეთ იმიტომ რომ ერთი მოსმენით და ერთი შეგრძნებით მაუანს გონია რომ ადვილი ოპერაა, ადვილად შესაძლებელი ოპერაა, მაგრამ აბესალომს გააჩნია, ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ძველი თაობის წარმომადგენლების ამბობენ, რომ ძალიან სპეციფიური ოპერაა და ცოტა თავისებური მომზადება უნდა. მურმანის როლი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლია ჩემთვის და სხვადასხვა ძალიან ასაკით პატარა ვიმღერე დებიუტი. და იმის მერე მოყვება და როცა აქ ვარ საქართველოში ვარ სიამოვნებით უდგევარ ჩემ საყვარელ თეატრს გვერდზე. თეატრში მოსულ სტუმრებს საინტერესო სიახლე დახვდათ. ფოტოს გადაღების შემდეგ საჩუქრად ყველას აბესალომ და ეთერის აფიშა გადაეცა. წარმოდგენაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი, საბალეტო დასი და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები მონაწილეობდნენ. სპექტაკლმა კვლავ მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ისევ სადღესასწაულოდ გაიხსნა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და მისი 174 სეზონი აბესალომ და ეთერით. ეს სპექტაკლი თითქოს და ტრადიციულად ქცეული ყოველი სეზონი ამ თეატრში იხსნება ამ სპექტაკლით და ჩვენ და გასაკვირად ყოველთვის სიახლით და მაყურებლის დიდი მოლოდინით. თითქოს ყოველ ჯერზე ხელახლა იბადება ეს სპექტაკლი. დღევანდელი ოვაციებით და იმ ანშლაგით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა სპექტაკლმა. აბესალომ და ეთერის პირველი წარმოდგენა 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა.
ოპერას თავად ზაქარია ფალიაშვილი დირიჟორობდა. მაშინ საოპერო თეატრის, თბილისის კონსერვატორიის, ქართული დრამის და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებმა კომპოზიტორს გვირგვინები და ძვირფასი საჩუქრები გადასცეს. 1937 წლიდან დღემდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს და ყოველ ახალ სეზონს აბესალომ და ეთერით ხსნის.